ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გარემო კავშირეებს იმ კომისიის ხდომების პირდაპირ ეთერში მოსმენას ურჩევს, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლონ. შესაბამისი კომისია პარლამენტში მუშაობას დაახლოებით 3 კვირაში დაიწყებს. ქარელი ლაპარაკი მხოლოდ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, სისხლის სამართლის დანაშაულებებზე, რომელიც არაერთი გამოვლინდა, არაერთმა ადამიანმა მოიხადა სასჯელი, ვიღაცა არის ძებნაში, ვიღაცა იხდის ჯერ კიდევ სასჯელს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მაგრამ ეხლა ის რაც უნდა გააკეთოს ამ შესაბამისმა კომისიამ, დიაგნოზი უნდა დაუსვას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეპრესიებთან და არანაირ სააკაშვილის რეპრესიის მსხვერპლია? დიახ. უკანონო პატიმარია სააკაშვილი თქვენთვის? კი, პოლიტიკური პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილის. ვალერი გელაშვილი არ უცემია, 7 ნოემბერი არ ყოფილა, ფულის გაფლანგვის საქმე არ ყოფილა. არა, კონკრეტული რა თქმა უნდა შემთხვევები არსებობს, რომელზედაც დანაშაული მანდამაინც როცა ამ მიხეილ სააკაშვილი, ეს იგივე რომ ნებისმიერ ტიპის დანაშაული რო ხდება ნებისმიერი მმართველობის დროს დაბრალდეს პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობა. ჩვენ ვართ ქართული ოცნება, ვინც რუსეთს მოუგეთ პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში და რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ გმირ სამხედროებს დააბრალა ის რომ თითქოს ომის დანაშაულები ჩაიდინეს და თითქოს რომ ომი მათ დაიწყეს, ეს ყველანაირი რისკი რა თქმა უნდა ჩვენ გადავაზღვიეთ და რუსეთს დაერქვა ოკუპანტი. შესაბამისად, მანამდე ჩვენ ამ ქმედებას ვერ დავიწყებდით. 3 წლის განმავლობაში ყველა ვაკვირდებით, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება, რაც ეხება ჩვენს ქვეყანას, ხდება საქართველოსშივე. ამას აქვს ორი დატვირთვა. ერთი ის, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს და დაუჟელი არავინ არ დარჩეს ის 9 წლის რეჟიმის შემოქმედები და თუ რატომ აღმოაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ გადააბარეს ტერიტორიები, რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი, დანარჩენი სისტემური ადამიანების უფლებების დარღვევა და ადამიანების ჩაგვრა, რასაც სტრასბურგის სასამართლომაც იგივე კვალიფიკაცია მიანიჭა. ხო, ესეც რა თქმა უნდა დაუჟელი არ უნდა დარჩეს. თავარი რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იქნას ცნობილი როგორც დამნაშავე რეჟიმი და ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას და მეორე რა თქმა უნდა ის ინდივიდუალური მათ შორის შემთხვევები, სადაც კონკრეტულად უკვე პიროვნებები აგებენ პასუხს ქვეყნის წინაშე და ქართული საზოგადოების